იშვიათი გენეტიკური დაავადებები არის გამოწვეული გენის ან კონკრეტული ქრომოსომის ცვლილებით, ანუ მუტაციით. აქვე მოვიშველიებდი სტატისტიკას მსოფლიო მოსახლეობაში 300 მილიონზე მეტი ადამიანი არის იშვიათი დაავადებით დიაგნოზირებული, რაც მსოფლიო მოსახლეობის 4%-ია. ზოგადად იშვიათი დაავადება ცალკეულად აღებული ძალიან ცოტა არის და მაგიტომაც ქვია იშვიათი დაავადება, მაგრამ ერთობლივად აღებული ეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა არის მსოფლიო მოსახლეობის 4%. იშვიათი დაავადების შემთხვევაში ხდება ან არის ეს მემკვიდრული, ან ხდება კონკრეტული დენოვო გენის მუტაცია. ანუ არც ერთი მშობელი არ არის იმ გენის მატარებელი და განაყოფიერების დროს ხდება ამის ცვლილება, ასე ვთქვათ, დენოვო მუტაციას ეძახიან. ამიტომ ესეც ერთგვარი მითი არის ხოლმე, რომ გენეტიკური დაავადებები ყოველთვის არის მემკვიდრული. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს ასე არ არის.